Georgia, Georgia. Let's go, man. The Fight Hop Podcast. გამარჯობათ კიდევ ერთხელ მორიგი ეპიზოდი გრძელდება შოუ გრძელდება ჩვენი ჩაწერა მომდენო ეპიზოდი პირველ რიგში შეგახსენებთ თუ ყველას რომ არ დაგავიწყდეთ გამოწერა არხის და მოწონება იმიტომ რომ უფასოა და ძალიან გვეხმარება ჩვენ და დღეს ჩვენი სტუმარი არის ახალგაზრდა MMA მებრძოლი დავით ლორთქიფანიძე დავით მოგესალმები როგორ ახალ და დავიწყებთ ჩაწერას. ანამდე შევახსენებ ყველას, რომ YouTube-ზე გამოგვიწერეთ და Spotify-ზე და Apple Podcast-ზე მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება. მე ვარ ნოსტალ გიორგი სართანია, ეს არის ჩემი პარტნიორი რომეო 50 ცენტერაძე და კიდევ შეგახსენებთ დღეს ვყავს მაგარი ქართველი მებრძოლი MMA-ის მომავალი ჩვენი ძმა და მეგობარი დავით ლორთქიფანიძე თუ არის ეხლა ხმა და თუ ისმის დავით როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ახართ? საღო, კარგად, საღო. ბოლო არის. კი, მოგესალმებით ყველას, ბიჭებო, გაგიმარჯოთ. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ჯიგარი ხარ, ძმაო, გაგიმარჯოს. დავით, სად ხარ? თბილისში ხარ? თუ ბათუმში? არა, ეხლა ქუთაისში ვარ. ისე ბათუმში ვარ უფრო. ხო, ნახე. ქუთაისიდან ხარ? არა, ქობულეთიდან ვარ. ქობულეთიდან. აუ, ეხა ზვიადის იცნობ? კი, როგორ არა ეს. ბიჭო, შენ მაგას არ იცნობ. მე გაგაცნობ რომ ჩამოვიყვან მან რა. ზიკო მაგარი კაცი. ო, ესე ამბობენ რა ვიცი რა. ხო, შორიდან იცნობ, ხო? შორიდან ვიცი. ბიჭო, დავსდე სულ და მეუბნება, აი შენისთანა მაგარი როჟო როგორ უნდა ვიყო მისხარი მასწავლეო და ჯერჯერობით ვაწვალებ რა, არ მეუბნები. არ უთხრა, ბოლომდე არ უთხრა. ბაზარი არა. მოვიკითხავ აქედან ქობულეთს, მოვიკითხავ ბათუმის ფაით აკადემიას, ხვიჩას, ყველას ბიჭებს აბსოლუტურად თელს დარბას, რუსლანს ყველას ვაფშე ძალიან მიყვარხარ თუ ყველა მაგარი ყოველთვის თქვენგან ისეთი ეს მოდის დაურა ძალიან დადებითი და მიყვარს აი ზოგადად ბათუმის ფაით აკადემიის ბიჭებთან საუბარი მიყვარს, ვეფხისტყაოსნის ბავშვებთან საუბარი მიყვარს, რაღაცნაირი სინათლე და ის მოდის რდილობა პირველ რიგში და რაღაცა და ძალიან მიხარია და მიყვარს ხოლმე თქვენთან საუბარი რა. კი, ბათუმს მაგარი სეტაპი აქვს თვითონ თქვენ კლუბში, კარგად არის ყველაფერი აწყობილი, როგორც ვნახე რა Instagram-ზე თქვენთან. კაი კლუბი ჩანს რა თვითონ ანუ მოწყობილობა რა. მოწყობილობა რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მაინც ხვიჩას დამსახურებაა, რომ ესე ყარად და გუნდურად ვარ ჩეკრული რა, ესე ვთქვათ, ყველა და ერთმანეთს უდგან ვართ გვერდით რა. ძალიან მაგარია. ხოლოდ დარბაზზე და ამასეთ რაღაცეებზე არა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, დარბაზზე ხო ლაშაბარანიძე მიზრუნა და საუკეთესო დარბაზი გვაქვს ერთ-ერთი, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ საქმეში იცით ხო თუ ის სიყვარული არა ერთმანეთის პატივისცემა, მეგობრობა, მით უმეტეს ჩვენ სპორტში რა ყოველდღიურია. რავი, დღეში 4 საათი როცა ვარჯიშობ და ასეთი რთული პირობებია, ნამდვილად ერთმანეთის გვერდით ყოფნა, ერთმანეთის გაგება თუ არ იქნება, რთულია რა. კი, ბაზარი არ არის, ეგ არის პირველი რა, რატო ვახსენე ხა მოწყობილობა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ვეძებ რაღაც ქარხნებს რა, რაღაც პატარა რაღაც პოვნა მინდა რა, თვითონ ეს MMA equipment და რაღაცა რა, რომ იმიცის ხო? და აი თვითონ რომ ვაკვირდებოდი, მეთქი სად დაითრიეს, ანუ საიდან ჩამოიტანეს ეს ყველაფერი რა, მაგარი არის, ანუ სეტაპიც რა თქმა უნდა ისეთ მნიშვნელობა არ აქვს, როგორც თვითონ კომუნიკაციას, ძმობას და ურთიერთობას, მაგრამ ძალიან კაი არ თუ გაქვს კაი მოწყობილობა რა და მაგიტო ვახსენე.
ლაშა ბარამიძეს რა თქმა უნდა ქება დიდების მეტი არაფერი ეკუთვნის. ახლა წარმოიდგინე რამხელა განსხვავებას პოვებს ეს ფაქტი, რომ აი ესეთი დარბაზი გაუხსნეს ბიჭებს ბათუმში. აი ეს ხალხი ბათუმიდან, ქობულეთიდან, ბოთიდან, ყველა სხვა რეგიონებიდან სადაც მის ჩადიან იქ ახლოდან ვარჯიშობენ, რამხელა შედეგი აქვს ბიჭებს და ეს ყველაფერი ყო არ იარსებებდა ამ დარბაზის გარეშე რა. რა თქმა უნდა. საქმეა პროსტა რა. როგორც ხვიჩა, როგორც წვრთნელი იზრდება, გზრდის აქეთ თქვენს მებრძოლებს და აუცილებელია ხა ძალიან არის ის ქუთაისში უნდა გაიხსნას უეჭველი. ქუთაისი უნდა იყოს კი, კი. ბლოკბასტერი გაიხსნება და დაძრულია ეგ საკითხი და ვნახოთ იმედია მალე გამოვა ღმერთის წყალობით რავი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ქუთაისშიც ვნახო მალე კარგი მაღალი დონის MMA დარბაზი რა და ვნახოთ რა იქნება. კი, ნამდვილად გეთახმები, იმიტომ თბილისში არის დარბაზები, ბევრი დარბაზია, ბათუმშიც არის დარბაზი და ქუთაისში არა, ახლომდებარე სოფლებს, რაიონებს ხო ახალგაზრდებს ჭირდებათ რა. მით უმეტეს ახალგაზრდას როცა MMA-ში მოდის, დიდად ბიუჯეტი არა აქვს რა, ყველა ცდილობს რომ იმუშაოს და ივარჯიშოს და ცოტა რთული არა ხელაგზაზე რომ გადახვიდე, გადაიბარგო, ივარჯიშო. თან ნოლიდან როცა იწყებ, მით უმეტეს ძალიან რთული არა, როცა პროფესიონალი ხარ და ჩადებული გაქვს სული გული, იცი რასაც აკეთებ, რატომაც აკეთებ და ცდილობ, რომ იქ წახვიდე, სადაც უკეთესია, მაგრამ როცა ანუ პატარა ხარ, ანუ არ იცი არაფერი, ნოლიდან იწყებ ფაქტიურად ყველაფერს, ხო? ახლოს თუ იქნება, უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება, უფრო მეტი გვერდში დგომა იქნება, ჩემი აზრით, ქართველებს საქართველოში ვიცი. ვერავინ ვერ გვაჯობებს სპორტში, მით უმეტეს საქართველოში კი არა მსოფლიოში კაცო. უბრალოდ ცოტა უფრო მეტი ყურადღება გჭირდება, რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად და ძალიან მაგარი ბიჭო, აი ქუთაისი წარმოიდგინე რა, მარტო ფეხბურთი რო ავიღოთ, აი საბჭოთა კავშირის დროსაც, აი თბილისის დინამო ნახევარი ქუთაისი იყო, ანუ ამით რას ვამბობ, იცი? აა ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი მოდის ქუთაისიდან ზოგადად ყველა სფეროში რა. რაღაც ერთი იმიტომ დიდი ქალაქია და მეორეც ხალხი ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს რა, ფაქტია და სპორტულადაც, აკადემიურადაც ყველანაირად ესეთი წინწაწიწეული ქალაქია და მეორე ქალაქია სავარაუდოდ ჩემი გადმოსახედიდან საქართველოში თბილისის მერე, ანუ ქუთაისელები იწყენ პირველები ვართ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა, პირველი ქობულეთია, მე ხო და კი, იმედია მალე ვიხილავთ მაგას. დავით, ესე იგი, დავიწყოთ შენზე ვილაპარაკოთ. მარა სანამ შენზე ვილაპარაკებთ, რავი, თუ გინდა როგორ გძინდა, იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო ასევე ზოგადად UFC-ზე და ქართულ მებრძოლებზე და MMA-ში რაც ხდება ახლა და როგორ გინდა, რავი, ჯერ თუ გინდა მაგაზე ვისაუბროთ, თოფურიაზე და სხვებზე. არ არის პრობლემა კაცო, მოდი რომლითაც როგორ შენ ვქნათ, იცი რომი, მაგითაც რახან პირველად არის დავითი, ჯერ ხო, ვკითხოთ, ჯერ ანუ დავით დავითაზე გავიგოთ, ანუ 1-2 სიტყვით, ანუ როგორ მივაწერე. მოხდი, ანუ ამ სპორტში რითი დაიწყე და რამანძილი გაქვს გამოვლილი. ესე იგი სპორტი რავი, როგორ გითხრათ, ჩემი ცხოვრება, იმიტომ ბიჭო, სკოლაში არ რა დავშიო. გაწყვეტინე ხა უცებ გამახსენე. გიო, ალბათ ამას რომ ნარგდენი აქვს, იმდენი შენ მანქანით არ გაქვს სიარული. რატო? ბევრს ეცემა დაგიხარ? კომპლექტ და ყველა ვარჯიშზე რა რატო? ო, კომპლექტთან დავდივარ. ხო. ბიჭო, ვიღაცას სკო- უთხარი. გოგამ მითხრა ერთხელ რა, გელაშვილმა ჩემს მაკაცმა ქუთაისელმა რა. შეჩემა შენ რომ მანქანით დადიხარ, იმაზე მეტი მე ფეხით მაქვს ნარბენი ვარჯიშის დროსო. არის ასეც ხდება. მე ზატო მოდი იმდენი მაქვს შეკაძე. ნაფრენი, რომ რა ვიცი. ო, ფრენა დიდად არ მიყვარს ის. დავით, რავი, როდის სპორტი დაიწყე? აბა თვითონ კომბატ სპორტი, ან პირველი სპორტი რა იყო შენი? პირველი სპორტი იყო ჩემი. სოფლის ბიჭები ვგროვდებოდით ყოველ დილით 6 საათზე მივდიოდით და ვარჯიშობდით რა. პირველი ჩემი სპორტული კარიერა ეს იყო. სკოლაში სანამ წავიდოდი დაჭრა პატარაობიდანვე მართლა გვერდში მედგენ რა ბიჭები და გავყავდი რა. 7 წლის ასაკში დავიწყე თავისუფალ ჭიდაობაში. ჭიდაობაზე სიარული რა ქობულეთში. ბობოყვათიდან ბობოყვათში დავიბადე გავიზარდე და ქობულეთში დავდიოდი რა. ხო და მაშინ ცოტა
ჭირდა რა მოძრაობა ჭირდა თანხა ნუ რა იყო გზის ხარჯი იყო მაგრამ მაინც ჭირდა რა ცოტა რთული იყო ხშირად ფიხით დავდიოდით მე და ჩემი ძმა დავდიოდით ხო და აა გავედი თავისუფალ ჭიდაობაში მაშინ ერთხელ ვიყავი საქართველოზე გავედი მესამე ადგილი ავიღე მახსოვს 5-10 ლარი იყო დასადები რა რაღაც შეჯიბრებაზე გასასვლელი და ცოტა ჭირდა რა ბაბუა ჩემო პენსია იყო და დამაფინანსა რა ჩემი პირველი სპონსორი ბაბუა ჩემი იყო ხო საღო და ბაბუს. მაინც ხო და მაშინ ავიღე მესამე ადგილი ნუ ცუდი არ იყო რა თან ახალდაწყებული მქონდა რაღაც იქეთ აქეთ სადღაც 2 წელიწად ნახევარი ვიარე მე ვეღარ შევძლი რა ეს პრობლემები შეიქმნა რაღაც რა ნუ დიდხნიანი პაუზა ისე არ მქონია ხობოყვაჩი გაიხსნა კიოკუშინკან კარატე ვა. ხო და თან გაიხსნა ფეხბურთი დიდი სტადიონი გვაქვს ჩვენ რა ხო და სკოლიდან გამოდიოდი მივდიოდი კარატეზე სადღაც 5 რო 15-20 წუთი ეკლო სრულდებოდა და 5 საათზე იწყებოდა ფეხბურთი რა მე მივდიოდი ფეხბურთს და იქაც თამაშობდი რა სადღაც 1 წელი ფეხბურთი იყო რა და ფეხბურთს თამაშობდი მე დაიშალა გუნდი ფეხბურთს დავალებე მაგრამ კარატეს გავყევი რა მაგარი კომბინაცია არის. აი მეც ჩემ დროს 90-იან წლებში კარატე იყო ძალიან მაგარი პოპულარული რა. განსაკუთრებით ჭიდაობა კიოკუშინკაი და კარატე შოტოკანი. და კიოკუშინკაი უფრო მაინც მიყვარდა რა და მიზიდავდა რომ უფრო კონტაქტურია უფრო რაღაცნაირად სხვანაირად გძნობ რა სხვანაირად გამოგადგება ფაქტიურად კიკბოქსია ოღონდ სახეში დარტყმა რა ერთი ეს დიდი მინუსი აქვს რა აი თორე პროსტა რომის დანარჩენი ევასება კობრა კაი რა. ოно. Cobra Kai fucking god. რაც მე Cobra Kai. დავით, ანუ ჭიდაობიდან კარატეზე, ფეხბურთზე და როდის შეხვედი პირველად, ანუ MMA-ის ვარჯიში როდის დაიწყე და როდის გაიცანი უფრო MMA რა, პირველად. ეხლა მოვყვები მე კიკბოქსით შეურიე ხო და ესე იგი MMA მინდოდა სულ რა მით უმეტეს მაგ პერიოდში უკვე მაკრეგორი წინავდა და ყველგან მაკრეგორის ვიდეო და სახელი და რაღაც სასწაულად რა ხო გააპიარა MMA ხო და აი სულ მინდოდა მაგრამ აი მაგ გაპიარების მერე 1-2-1000 მინდოდა აი ძალიან მაინტერესებდა აი ახდებოდა რა შიგნით აი რა გზნობა იყო რა ემოცია იყო და ჩვენსკენ საერთოდ მასეთი დარბაზი კი არა მიახლოებულიც არ იყო რა სადმე აი არ არსებობდა თბილისში იყო მარტო ხო და მე რაღაც ისე მოვახერხეთ რომ მე და ჩემი ძმა წავედით ევროპაში გერმანიაში მაგის გამო რომ თან ვივარჯიშებდით თან ვიმუშავებდი რა ორივე შევწყობდი ხელს ჩავედით დავიწყე რაღაც იქეთ აქეთ ვარჯიში დაიწყო ეს კორონას თემები დაიკეტა დარბაზები ყველაფერი რა ვიცი ძალიან აირია რა ყველაფერი ნუ ცოტა ხანი მუშაობდი ნუ ვარჯიშობდი მაგრამ ჩემპიონში რა პროფესიონალურად ვერ ვარჯიშობდი ასნა დარბაზები იქ ძალიან გაამკაცრეს და დაკეტეს რა ყველაფერი ხო და უცებ რა გაიხსნა დარბაზი ბათუმში იხსნება ეს ნახე ინტერნეტში რა წავაწყდი რომ 10 დღეში იხსნება თუ რაღაც ეს დარბაზი ესე და ესე ეს რო გავიგონე ხო მეთქი ჯერ საქართველოს გარეთ რო გავდივარ დიდხანს ვერ ვუძლებ რა ჰაერიან ყოფნის რა ჯერ ქობულეთისგან შორს რო ვარ ისედაც და მე მით უმეტეს გერმანიაში მიუხენში რო ვარ და ზღვას რო ვერ ვხედავ და სუროთოვლია და ყინავს და ის რაღაცა არაკომფორტულად ვიყავი და ეს რო გავიგე ხო მეთქი ჯერზას უთხარი ბარკს სიო მეთქი ვალაგებ და მივდივარ ბიჭო აი ძალიან მიხეთ რაღაცები რომ მესმის ახლა მაგალითად დისურჩევნია მამულსაო ხო გაგიგია რა მე ხა მე ეგეთი არ ვიყავი თქვენ ასაკში რა მე უფრო ვისწავლე საქართველოს სიყვარული იმიტომ რომ საქართველოს ვერ ხედავდი ბნელოდა ყველგან საქართველოს რა იყო ვერ
მთელი ბავშვობა და ისე მივედი 16 წლამდე სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდი, ვაფშე ნამყოფი არ ვიყავი არსად. ქუთაისი ფოთი მეტი არაფერი არ არსად არ ვიყავი ნამყოფი. არც ფული იყო, რომ წავსულიყავი, არც ტრანსპორტი იყო, ტაქსი არ მოგიყვანდა ჩემ უბანში 6 საათის მერე ძმაო. და რა წიგნებიდან ვიცოდი მარტო ყველაფერი. კითხულობდი ბევრს, ეგ იყო ჩემი პლუსი და მაგით გამიმართვი და ძალიან მიხარია. რო აი ესეთები ხართ რა ახალგაზრდები იმეცო. ვართ და ჩვენზე მე პირადად ხედავ რომ მაგასაკში მე თქვენნაირი მაგარი არ ვიყავი 15-14 ეხა ბავშვები არიან ძალიან ბევრი კაი ბავშვები მოდიან ყველა მხრივ უფრო გამოსულები და უფრო აზრზემოსულები და ვისაც ამას უყურებს და შურით უყურებს აი ეგ არის ზუსტად მაგით გამოსირებულები არიან ვისაც ეგ აწუხებს გაიგე და მე მაგრამ მიხარია რომ მე ჩვენ რაც ვიყავით თქვენ ასაკში თქვენ 10-ჯერ უფრო გაცილებით უკეთესები ხართ აი მაგრამ იხარებს ეგ გულს რა ბოდიში რო გაგაწყვეტინე უბრალოდ ეს უნდა ჩამეკვეხებინა არა რა ბოდიში როგორ შეიძლება ბევრს რაღაცა ჩააკვეხე ბიჭო მე არ სადაც ჩავ სადაც არ ხარ ხო სადაც ადამიანი არაა და ხელი არ მიუწდება იქ გონია რომ კაია მაგარია უფრო რაღაც რა უკეთესია და როცა გადიხარ ხედავ ევროპასაც სიტყვაზე სხვადასხვა ქვეყნებს სხვა კულტურას თუ რაღაც მე უფრო აფასებ შენს ქვეყანას რა ვიდრე ერთ ჩარჩოში როცა ხარ რა მაშინ გონია რომ აი იქ წავალ და ვსო აი მაგრა ვიქნები რა რაც ქართველი კაცი საქართველოს გარეთ ვერასდროს ვერ იქნება ჩემი აზრით ბოლომდე 100%-ით მაგრათი მენა რაც არ უნდა მაგრათ იყოს რა აი მე და რომის ბედი ო არა დაბრუნდებით კაც ანუ რო იძახე ბალახი ყოველთვის მწვანე იქ არის სადაც არ ხარო რა ეგრე გამოდის ხო შენ რას თქვი ხო ანუ ჩემი აზრი მასია და არ ვიცი ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს კი ნუ საქართველოს წესით მაგიტომ ქვია რომ ჩვენი არის რა და მან უნდა ვიყოთ კეთანხმები ხო და ჩამოვედი დარბაზში დავიწყე მალევე ვარჯიში ხვიჩასთან მივედი ხო და რაღაც ერთ კვირაში თუ 10 დღეში ტარდებოდა ბათუმში ივენთი რა GFC ატარებდა ბათუმი Fight Night ნარევი იყო რა რაღაც ხო და მე ჯერ აზრი არ ვარ გარკვეული არ ვარ არც გრეპლინგი არ ვიცი არაფერი არ ვიცი მჭიდაობას რაღაც დონეზე ვიცი კი დგომიც ვიცი მაგრამ კარატეზე მიჩვეული უფრო სახეში დარტყმა მაინც ცოტა ისაა რა არ ქსიამოვნებს რა ცოტა თავიდან ხელი რო სახეში ხდება ანუ წინს რა არ ქსიამოვნებს რაღაცნაირი ხო და რაღაც შეჯიბრებად ეს ტარდება მეთქი ტრენერს ვეუბნები ხვიჩას ან ჯერ ორჯერ მყავს ადამიანი ნანახი რა ხო და მეთქი გამიყვანე მიმიშვი მეთქი ვინმე მაჩხუბე და ხვიჩა არა ბიჭო რა უნდა გაჩხუბოს ან და გაგიშვა ჯერ ცოტა მოიხოდე რაღაც იქით აქეთ ჩეულებრივად ბიჭები ემზადებოდნენ ხო და გუნდელი დაიტრავა უცებ ხელი ისე დაიტრავა რომ ჩამოიკიდა ჩაიხსნა რა ბძოლა 3 დღით ადრე 77 კილოში უნდა ეჩხუბა სამოყვარულოში რა ხო და მეთქი ხვიჩა მიმიშვი მეთქი რა მე მიმიშვი მაჩხუბე მიმიშვი და მეორე დღეს ხვიჩა მეუბნება კაიო ჩაქსიო ედი ეჩხუბეო და ამ დროს ვარ 70 კილო რა 77-ში უნდა ვიჩხუბა ერთი სულ ერთია მიმიშვი და აქედან არ მალევე რა ვარჯიშის წესერა დაწყებული არ მქონდა პირდაპირ ლეტკებში მოვხდი რა ძალიან მაგარი იყო მართლა მაგარი იყო სამოყვარულო ვიჩხუბე ანუ არანაირი გეგმით არანაირი არაფერით რა ასე ვთქვათ 5 წუთიანებიდან 2 5-წუთიანი თუ 3 ო ისა 3-5 წუთიანები იყო სამოყვარულო იყო რა მაგრამ 5 წუთიანები იყო ის სამოყვარულო თუ არაფერი გეკეთა კიდე დაცვა მაშინ მაგარი სამოყვარულო ყოფილა რა არა მეკეთა რა კი მეკეთა ოღონდ არის სტარდება ასეთი სამოყვარულოებიც 5 წუთიანები არის რა ნუ ნახევრად პროფესიონალურში რო ალბათ იდაყვები არ შეიძლება ground and pound-ი არ შეიძლება კიდე ხო ხო ჩვეულებრივად ამ სამოყვარულოს წესებია ყველაფერი ჩვეულებრივად უბრალოდ არის 5 წუთი ასაგები ხო ვიჩხუბე ანუ პირველი რაუნდი მაგრა ვიჩხუბე ძალიან გაგიჟდა ხალხი მე ჩოქში ვიყავი რა და მეორე რაუნდში რო დავიწყე 1 წუთი 2 წუთი 3 წუთი დავიღალე იმენა რა თამელია ენერგია ჩავდე ყველაფერი პირველ რაუნდში და ანუ ისე გამოვიდა ჩემი თავი მე დავომარცხე რა გამოვცალე იმენა გამოვწურე და უბრალოდ
აღარ შემეძლო სულ თქვა. ეს იყო ჩემი პირველი მარცხი ელემეში დასაწყისში და აი ძალიან მაგარი გაკვეთილი იყო მართლა რა. ხო მარცხი იყო, მაგრამ მივიღე და ისე გამოცდილებაში მივიღე, რომ თან დაწყებისთანავე ესე თავიდანვე რო გალის გემო გავიგე, ყველაფრის გემო ხელის, სისხლის, ყველაფრის გემო რო გავიგე, ხო? აქედან რომ მოვიწამლე ვაფშე, შეუბერეთ და შეუბერეთ იმენა, მოვდივართ დღემდე. ბოლომდე მაგრასწორ რატო ბოლომდე გონია იმენა, დავით რომ პირიქით ესეთ მარცხმა მოქცა мотиваცია რა? ანუ როგორ რაღაცა იყო, იცი შეიძლება ადამიანმა მოიგო და ტაშიც არ დაუკრან რა. ჩვეულებრივ რაღაცა, კი, აი მოიგო. აი ჩემ ბრძოლას რო გამოხოვრება ქონდა და ოვაციები და გვერდში დგომა და მე აი დაჟე ქუჩაში მცნობდნენ რა ადამიანები რომ შენ იქ იჩხუბე და რა მაგარი ბრძოლა იყო და აი მალადეს რა უნდა მიაწვე და რაღაც და ესეთები რო გესმის ეგ მithumetes მაგარი. რა. მ. აი ძალიან მაგარი იყო რა დასაწყისში რომ ესეთი რაღაცა ხდება თავიდანვე ვაფშე ძალიან მაგარი. და ნუ პროფესიონალიზმი და ის რაც მთავარია პატარ-პატარა დეტალები რა თქმა უნდა პატარ-პატარა კი არა დიდი დეტალები მეკლო მაგრამ ანუ ხვიჩა მაგაში აი ძალიან კლასია ძალიან მაგარია რა ის სწორი მიდგომა იცის და ის იმ საქმეზე გამუშავებს რაც გჭირდება რაც დაგეხმარება მოგებაში და რითაც შეგიძლია ბრძოლა წამოიღო და მაგაზე შენ გამოსწავლის ხუჩა რამდენი წლისაა დღეს 20 30 საა ხო ხვიჩა 10-ისა თუ რაღაც 31-ის კაი ხო ხო 32 31 წარმოიდგინე 32 რამხეცი იქნება 10 წელში და 15-ში და მეორე 20-ში აი ძალიან მაგარი იქნება რა აი ხედვა აქ სასწაული რა ანუ ყველას ერთ წყალში არ ხარშავს რა შენ ეს შეგიძლია იმ ხრივ გამუშავებს რა ისე მოგიდგება და იმ გზით წაგიყვანს რომელიც შენ მოგაგებინებს რა და იქნები 1-2-რად უფრო მაღალი შენს მეტოქეზე რა კლეტკაში ანუ სხვანაირად ხედავს ძალიან ძალიან ნიჭიერია რა ძალიან ძლიერია ამ საქმეში არ ვიცი რა ზოგადად ყველაფერში რა მაგაცობაში გინდა ტრენერობაში გინდა სიტყვა პასუხში ყველაფერში რა ძალიან მაგარი კაცია მაგაშიც გამიმართლა მართლა გამიმართლა რომ ჩვენი წუთლერია და ჩვენს გვერდით დგას გონი აქეთ და უწევს კაი ამ ჩამოსვლა ჩემთან ხო იცი ჩინეთში არა? თუ არა? ხო ჩინეთში კი როგორ არის ო, ეხა 22 მარტს აქვს კოჩას ბრძოლა და ო გოჩას. უწევს ყველაზე ძალიან მაგარი. ყველაზე ხშირად თორმე ახალგაზრდებს რა შენი ასაკის ბიჭებს რამდენი წლის ხარ ახლა შენ 22-ის ხო? არა 24-ის ვარ მე კაი ასაკში ვარ კი, მაგარ ასაკში ხარ ძალიან და რეკორდის კარგი გაქვს და გამოცდილებაც გაქვს და ნელა დააგროვებ კიდე რა. და არსად არ გეჩქარება ამ წუთას. ნუ მთლიანობაში დრო ცოტა რა თქმა უნდა ამ სპორტში, მაგრამ ესეთ ასაკში ხარ რომ სწორად თუ წაიყვანე ხა და ყავს ესეთი ხალხი გვერდზე რომ გვირგვი რომ წაიყვანო სწორად ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს კარგად რა და ყველას ვეუბნები შენ ასაკის ბიჭებს რა, ვისთანაც მიმიწვდება ხელი და მეგობრობ და მეთქმის ორი სიტყვა, რომ აი დააფასეთ ის დრო რა დროშიც მოგიწიათ. მე რომ მაგათ ხელა ვიყავი, საქართველოში MMA არ არსებობდა. აქ ამერიკაში ვიყავი მე უკვე მაგ დროს კაი ხნის ჩამოსული, მაგრამ აქაც არ იყო MMA როგორც ესეთი აი ესე რა. მიწევდა ჭუბებიც არ იყო დაჟე, აი ნიუ-იორკში მაგალითად ვერ იჭუბებდი. მე მაქვს ნაჭუბი, რაც მაქვს ნაჭუბი, კიკბოქსის და MMA-ც დარბაზებში. ბიჭო ბრონქსში შენ რო ჩახვედი დეინას უკვე ნაყიდი ქონდა UFC თუ არა? თუ როდის ჩახვედი? კი, კი. მ. Right. კი, ნაყიდი. არა, flyweight-ებიც არ იყო ჩემ დროს და პენტაინუ 161 კილოც აიძლივს იდგა ფეხზე და აბსოლუტურად სხვა ერა იყო და დღეს სულ სხვა დონეზეა ყველაფერი, ყველანაირი შესაძლებლობები არის და თავი არის დააფასოს, სწორად მივუდი, მადლობა, ანუ მიდგომა რა, არის თუ როგორ იქნება, ხო მიდგომა რა, შენი მიდგომა როგორ არის, მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა რა. და ძალიან ზუსტად ესეთი მიდგომა გაქვს შენ ამ ყველაფრის მიმართ რა. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ანუ ჩვენი გუნდი ტრენერი აი ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს, დიდ რაღაცას ნიშნავს. აი რაც არ უნდა მაგარი იყო, ხო? რაც არ უნდა ძლიერი იყო, ხო? ანუ ის ზუსტად პატარ-პატარა დეტალები თუ გაკლია, ხო? აი ის ვერ ამსრულებ რა, ბრძოლას ვერ ასრულებ ისე როგორც ჭირდება რა საქმეს. ხო და მაგაში აი ხვიჩ არის ძალიან მაგარი რა, ძალიან მაგარა ხედავს და
ძალიან მაგრა გამუშავებს იმ დეტალზე რა, შეიძლება ის დეტალი სხვა არაფერი არაა რა, ეგ ჩვეულებრივ რაღაცაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი რაღაცა გამოდის ბოლოში რა. ეხლა ზუსტად წინა ეპიზოდში დეტალებზე გქონდა ლაპარაკი, ზუსტად მაგას ვეუბნებოდით ერთმანეთს რა. გიო, შენ ისეთი სახე გაქვს ეხლა რომ გიყურებს რა? აი რომ არა, გაგვიედები გიო პირიქით, სახეს. ეხლა მე ჩაუფიქრდი, როდის იყიდა მეთქი დეინამ UFC რა, ეგეთი კითხვა გამიჩნდა რა. 2001 წელი სექტემბერში რატო იკლავ ფიქრით თავს მითხარი და გეტყვი რა. ხო იცი, აი რაღაცა რომ მომივა, მე ვეღარ ვეშვები რა და დეინამ მოკლედ 2001-ში 2001-ში იყიდა UFC რა. დეინამ შეისყიდა. არ იყიდა ლორენსონ და ხო, ფრენკმა Fertitta იყიდეს Brothers, ხო? ო დენა დანიშნეს უბრალოდ CEO დენა არა მენეჯერი იყო რა. და დენა ვაფშე ვიცი როგორ მოხდა ბრძოლის სამყაროში? კი, ის იყო მე არ კრივის ტრენერი იყო, გონი სად ვაშინგტონში თუ სად. მაგრამ რომ კარდიო ბოქსინგს არა. ასწავლიდა ეგ ხო, ვეგასში რომ ჩამოვიდა, გაიცნო ფლოიდი და ფლოიდის გუნდში მუშაობდა, ანუ როგორი პონტია იცი ხა მაგალითად უბრალოდ გუნდის წევრი ხარ, ხო დიდი გუნდი ხო ყავდა და იქ ვიღაცას ყველას რაღაცა ეს ქონდა, რა ქვია, მოვალეობა პატარ-პატარა და მაგრამ იქ რო ხარ, თუ ტვინი გაქვს თავში და სწავლა ათვისება გინდა ბიზნესს სწავლობ რა, ანუ ამ საქმის და ინდუსტრიის თავისებურებას შესავალ და ასავალს სწავლობ. გამიგე იქ იმას გაიცნობ, აქ ეს როგორ კეთება, არა აუცილებელი წინა პლანზე იყო თავიდანვე, ეგრევე ხო ის ქართველები როგორც და ეგრევე თავადობა გვინდა ყველას, მაგრამ არ არის ეგრე რა. თავიდან თავდაბალი ხარ, უყურებ, აკვირდები, სწავლობ, თუ ვინმე რაღაცას გადმოგიგდებს ორ სიტყვას რომ დაიმახსო რომ ჩაეჭიდები ბოლომდე და აი ესე დაიწყო ფლოიდთან დაიწყო ფლოიდ მერვედერმა წამოწია თავიდან რა. ბიჭო, თავიდან ბოსტონიდან არ გაიქცა რომი? ის რო გახსნა თავისი ბოქსინგ კლუბი და მაფიოზები რო დაარდნენ და უნდა გადაგვიხადო ეხა ყოველ თვეშიო თუ რაღაცა და ეგრევე წავიდა ვეგაში მერე რა. ბოსტონში ქონდა პროსტა რაღაც დარბაზი ქონდა კარდიო ბოქსინგს ასწავლა დიდი არაფერი რა. ხო და ვეგასში ხდებოდა მაშინაც ყველაფერი და მაშინ MMA არ იყო ისეთი დიდი და ნუ ბოქსიდან დაიწყო კრივიდან, ფლოიდის გუნდიდან გეუბნები და მე შეხვდა თავის ძველ კლასელებს, რომლებიც მილიონერები იყვნენ, აღმოაჩინეს UFC ერთად, ესა დაიწყეს ჯიუ-ჯიტსუში ვარჯიში. მე აღმოგვაჩინეს ჩვენ ქართველები და მე ჩვენ ქართველებმა ავიღეთ თლიანად იქაურობა. სრულიად შემთხვევით ზუსტად მაგის ხარჯზე რომ დაახლოებული იყო უკვე ამ ინდუსტრიაში ტიპებთან, სრულიად შემთხვევით გაიგო რომ UFC გაკოტრებული იყო და იყიდებოდა ძალიან იაფად. ურჩია რომ ეყიდა თავის მაკაცებს რომ არ უჭირდათ. და მე რახან ამ იდეამ ესე გაამართლა და წლების მერე 3 წლის მერე 4 წლის მერე ამდენი ფულის შემოტანა დაიწყო კომპანიამ იმის მერე დენა 100% იღებდა შემოსავლიდან წლიურიდან რამდენად ვიცი UFC-ს წლების განმავლობაში სანამ არ გაიყიდა და რო გაიყიდა მაგიდან მერე კიდე 400 მილიონი აიღო და ნუ happy end-ი არის რა მაგრამ მე ერთი სიტყვით რა ნამდვილია მე რაღაცები გამოვტოვე რა თქმა უნდა You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartuelians. ხო, დავით, ანუ ბოლოს თუ არ ვწდები შემისწორე მაგარი ევენტი ჩატარდა, ხო, ბათუმში. ეგ იმის მერე თუ იყო, არ ვიცი რა, ეკლიპსი იყო მგონი მეორე, ხო? კი, ბათუმი Fight Night იყო, კი. ბათუმი Fight Night ეკლიპს, ხო ეგრე ერქვა. კი. და ეგ იყო შენი ბოლო გამოსვლა? კი, მე დეკემბერში უნდა მეჩხვა, მაგრამ რაღაც ვეღარ მოხერხდა რა, მე ტოკიო ისო რაღაც თემები და მე იანვარში ჩამენიშნა ეს ბრეივის ბრძოლა 10 იანვარს უნდა მეჩხუბა, გადაიდო მთლიანი ივენთი. გარკვეული დროით არ ვიცოდით და ბოლოს ეხა 18 აპრილის ჩაინიშნა რა. და უკვე ჩაგენიშნა? ანუ შენ კი. და სად იქნება? რომელ ორგანიზაციაში? ბრეივში, ჩინეთში. მაშინ ნიჰაო ძმაო, მე დაგვდები შენ. ეს და ბიძინა ჩამოდიან ერთად. აი ეს ბიძინას მე გაუკეთე რა, აქ რო დავხდი, კუთხეში ვიყავი, ბიძის კორნა ვიყავი, აზე ხა? ოღონდ ისე ჩუმი კორნა რა, მაგარი გოგი აყავდა ეხლა და მე საჭირო არ ვიყავი რა. ეს რა არის?
იძინა მომწერა ამ წუთას ახლა შეიძლება. ო გენი ძმა მოკითხვა ბიზნეს, მაგარი გაცია. ანუ აპრილში ჩამოდიხარ ბრეივის ევენტზე ჩინეთში, ხო? კი. და შენ ჩინელი დაგაჯახეს ალბათ, ხო? კი. ადგილობრივია ვიღაც ჩინელი. ხო, აი ბოლოს არ ყავდა ჩინელი რა, ბიძი იყო მთავარი და მარტო ბიძის ყავდა ესა ანუ ისა რა ქვია, ყაზახი რა და ყველა სხვა იყო უცხოელი versus ჩინელი რა. და კაროჩე დავაკურდი მაგრა რომ სტრაიკინგში მაგრები არიან ძალიან, მაგრამ აი თითქმის თევზებივით არიან ძირს რა. ანუ მიწაზე თევზი რა, აი ეგ ასპექტი არა აქვს განვითარებული ჩინელებს, მაგრამ მართლა კარგი არიან რა, მდგომის ნიჭი აქვს ძალიან კაი რა. ეხლა ფიზიკურობა, აღნაგობა და დგომი მაგარი აქვს ძალიან. კი და შენი ოპონენტი რამდენად შესწავლილი ყავს და ძირითადად გიყვარს ხოლმე ყურება თუ ენდობი თლიანად ანუ coach რა. რა თქმა უნდა, ანუ ხვიჩას ვენდობი, რა თქმა უნდა, ბრძოლებს გადავხედავთ და იქიდან გამომდინარე უფრო ვარჩევთ რა სტილს. მე აიც ჩვენი სტილი გვაქვს, მაგრამ უფრო რაღაც პატარ-პატარა დეტალებს ჩავსვამთ რა, რაც უკეთესი იქნება და უფრო მუშა მდგომარეობაში იქნება რა. და მე ხო ბიძის ვეხმარებოდი და ძალიან რთული იყო ისა ვიდეო რა. ანუ აქ ხო ჩინელები არიან და მაგათი ვიდეოს პოვნა იყო ზოგიერთის ბიძის 1-5 მეტოქე შეუცვალეს რა. ბევრი ჩინელიც იყო დანიშნული ბოლოს ის დაუნიშნეს და ეს იპოვეთ, ანუ ის კაცი, ვისაც უნდა შევხვდეთ. კი, ცნობილია მაგი. კი, კარგახანია ცნობილია უკვე. ვიცით მეტოქე. აუ რა მაგარია, ანუ ეხა მოდის გოჩა ჯერ ხო? ხო. მარტში მოდის გოჩა, შენ მოდიხარ აპრილში. კი ბატონო. 93 იქნება პირველი ივენთი აპრილში. აპრილში. ანუ შენ და ბიძი ერთ კარტაზე ხართ? ხო, ანუ ეგ არის, ხო, ეგ არის. საღო, აუ რა გამახარე. ძალიან მაგარია. ეს გადადებული ხო, გადადებული 10 იანვარს უნდა ყოფილიყო. მაშინ ეგ არის რა. აუ ძალიან მაგარია და აუ მე აქ ვიქნები ალბათ დიდი ალბათობით არა აი და შეიძლება წასვლა მომიწიოს მარტში რა, მაგრამ თუ აქ ვარ უეჭველი მოდივარ რა. მეცვალ. საღო, ძალიან მაგარია რა, მოკლედ მაგრა გამახარე რა, ეს მაგარი ნიუზები არის და მეტოკე სტრაიკერია დიდა თუ კარგად თუ ყველაფერს მიქსავს. სტრაიკერია უფრო მოაიტაის მებრძოლი იყო და კიკბოქსიორი რა. კაი, საკმაოდ გამოცდილი მეტოქია. ჭიდაობითაც ჭიდაობს, მაგრამ დიდი IQ ჭიდაობაში არა აქვს რა. მაგრამ არის რა, მართლა ჭიდაობითაც ჭიდაობს, მაგრამ უფრო მისი ძლიერი მხარე რა თქმა უნდა დგომია და მაგარი ბიჭი. და შენი აზრით, ანუ რაც დაიწყე თვითონ ვარჯიში MMA და ბრძოლები და მთლიანი კამპები, ყველაზე დიდი ზრდა რომელ ასპექტში გაქვს თუ ყველა ასპექტში გაიზარდე? რა თქმა უნდა, ჯიუ-ჯიტსუში რა, ანუ მან ხვიჩა вообще სხვა სკოლა რა, ყველაზე წინ სვლა და ასე ვთქვათ, მატება ახალი სახეობის ეგ იყო რა. დანარჩენი რა თქმა უნდა უფრო დაუხვეწეთ და გამოვასწორეთ, პროფესიონალურად მივდექით, მაგრამ ეგ განსაკუთრებულად. და შენზე რო იყოს დამოკიდებული რა. რამდენად გიყვარს უფრო აი მდგომი MMA-ში versus ანუ შესვლა და გამიქსვა და ანუ თლიანი MMA-ის ბრძოლა. მე თლიანი MMA-ის მიყვარს მართლა აი ხელით, ფეხით, დგომის ცვლა, შესვლა, იდაყვებით შეხვა, განსაკუთრებულად გადაყვანა და იდაყვებით შეხვა. აი სისხლს რომ ხედავ, მე სხვანაირად ბედნიერი ვარ რა. ზვიგენი ყოფილ ხარ ძმაო, ზვიგენი. ხო, არა, მე აი მართლა სხვანაირი ემოცია მოდის, რომ მეტოქის სახეზე რომ სისხლს დაინახავ, რაღაცაირად რა, აი ძალიან მაგარი გზნობა აი. იო, ძალიან უყვარს მებრძოლების ცხოველებთან და სხვა არსებებთან შედარება რა. რომას დოლიძეს ეკითხება და რა ცხოველს შეადარებდი თავზე და არ ვარ ცხოველი, ადამიანი ვარო, კაცო ძლივს დააჯი.
ბიჭო რეებს იგონებ შეჩება რა ვკითხე ისა ძაღლის ჯიში თუ რაღაც შეჩება არა კიდე კაი არავის არ გითხოვ ჯერ მაჩვი ხარო თორე მე არ ვიცი რითი გიშველი რა აგერ კაც უთხარი ზვიგენი ხარ მეთქით მაო და გაუსწორდათ ბიჭო რეებს იგონებ მოკლედ ძალიან მაგარი სიახლეები არის ჩვენი მხრიდან რა from Batumi ძალიან მაგარი კი ზოგადად საქართველოს ქართველები საკაიფო წინა მაგრა მოიხოდენ ყველა ნელა მაღალ დონეზე არის ზუსტად ეგ არის ჩვენი მომდენო თემა ესე იგი კებით ისე გვინდა ამაზე ლაპარაკი ვცლად უკვე მედაგიოს რაც ეს ამბები ეს კი ბევრი ბრძოლები დაინიშნა მაგაზეც ლაპარაკებთ მაგრამ პირველი ალბათ მაინც თოფურიას თემაა 2-3 დღეა ეს ტრიალებს MMA-ში ეს ილიას გადასვლის თემა კამარი დატოვა დათმოვა ავიდა მაღალ ზონაში და არ ვიცით ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვართ რა იქნება მომდენო რა მაგრამ ამაზე არც გვისაუბრია მიგე ჯერ ნორმალურად მედაგიოს არც ისე პირადში არც აქ ვერ მოვასწარით ჯერ და მოდი ახლა ერთად ვილაპარაკოთ ამაზე რავი თქვენ ჩამოყარეთ თქვენი აზრები მე დაგიგოს აზრები მგონია ემთხვევა ერთმანეთს რაც მოვასწარით მოკლედ საუბარი მე მგონია რომ იმის გარანტიის გარეშე რომ კამარზე აჩხუბებენ ეგრევე ილია არ დათმობდა კამარს ესე მგონია რა თუმცა მეც კეთახები მაგრამ რაღაც მოთქმა იყო ილიას უნდოდა რა ჩხუბი რომ ოლივერასაც ვეჩხუბებიო თუ რამეაო და შემდეგ ოლივერას და პორიესაც ხო და ანუ შეიძლება მასეც იყოს რა გამორიცხული თან ეხა ხო UFC-მ აგრძალა ორი წონის ჩემპიონობა რა მაშინ დატოვა უნდა ერთი და ხვიდე მეორეში და როცა მეორეში ადიხარ ალბათ მიცემენ ეხა ისე ნუ კამრისთვის ერთ ბრძოლას ჩემი აზრით მიცემენ რა იმიტომ რომ ყველას მოუნდა რა მაგის გაკეთება რა სულ ასვლა და მეორეზე და მე ისე გამოდის რომ ძალიან დიდი პერიოდი რჩება დივიზიონი ისე რომ კამრის დაცვა არ იყოს და ისედაც ბევრი ჩემპიონი არის რომ წელიწადში მარტო ორჯერ იცავს ხო კამარს და მე თუ კიდე არის და კიდე თუ არის ორმაგი ჩემპიონობა ეხა უბრალოდ მე ვიძახი რომ მე მგონია რომ აქ ეგრევე კამარზე უნდა აჩხუბონ რა მე დიდი სიამოვნებით უყურებდი აი თვითონ ჩემი აზრით მაგრადეშინიათ რა და რატო იცი რომ აი დაუშვათ რა მე არ ვიძახი მაგას მაგრამ დაუშვათ რომ არ აჩხუბეს კამარზე და ჯერ ერთი აჩხუბეს და ილიამ წააგო მე UFC კარგავს ყველაზე დიდ ბრძოლას რომელიც არის მახაჩევი თოფურია რა ის რო არ ავიღოთ ეხა ასპინალი და ჯონ ჯონზი რა არ ვიცი ეგ მოხდება თუ არა არ ვიცი მაგრამ ანუ ყველაზე დიდი სუპერ ფაით ანუ ეხლა ხო არის უეჭველი მახაჩევი და ილია ხო მახაჩევს თუ არა ჩხუბი პორიესთან ჩხუბიო რომ იძახიან აი არ მგონია რეალობასთან ახლოს პორიემ და ილიამ იჩხუბონ არ მგონია ეგ არც უნდა მოხდეს ეგ იმიტომ რომ ჯერთი რომ პორიე ისეთი ლეგენდაა ილიასნაირ კაცს არ უნდა აჩხუბოს რომელიც ეხლა რაღაც მიდის ყველაფერს თელავს გაიგე და ცოტა სხვანაირ გაცილებას იმსახურებს პორიე ცოდოა კაცმა მისთვის იბრძოლა რომ ბოლოს ყუმბარა დაუგდო გასვლის დროს რაპონტია რა ამიტომ ცოტა ისეთი არასამართლიანი მე მგონია პორიეს მე დარწმუნებული ვარ რომ პირიქით პორიეს ეგრე წასვლა ურჩევნია რომ ებრძოლოს ყველაზე მაგარს და არა ისე წავიდეს რა ხო გესმის ჩემი აზრითაც იმიტომ ილია ერთ-ერთი უპროფესიონალის ლეგენდაა და მე თუმეტეს ყველაზე აი 66-ზე 70-ში თუ ვინმე ძლიერი არის ყველასთვის ხო შეხვედრილია რა პორიე ყველა შეხვდა და თოფურიასაც თუ შეხვდა ხო ანუ სიბერეში გაიხსენებს რომ ვინმე თუ არსებობდა ყველა ძლიერები ყველას ვეჩხუბეო რა მოჩხუბ კიდე ერთხელ გეუბნებით მოჩხუბარს რაც უნდა ეგ ყოველთვის არ არის რაც უნდა გააკეთო მოჩხუბრისთვის უნდა დაიცვა მოჩხუბარი საკუთარი თავისთვის მოჩხუბარს უნდა ყოველთვის ენდომება ეგეთ რაღაც სიგიჟის გაკეთება და რაც ყველაზე გიჟური ზოგადად წარმოვიდგინე რა პროფესია ილიას რაც უნდა იმას აკეთებს რა და ზუსტად ის გააკეთა რასაც იძახთა
და დარწმუნებული ვარ გააკეთებს. აი ალღაზე რო გადაერთვება, კაროჩე, აი ფანატიზმზე შენ ძმაო გადაერთვება. ფაქტები არ მოგწონს ეთყობა თუ რა ის ინტერი ხარ, არ ვიცი, ანალიტიკის თუ რა ფაქტების თუ ნომრების შეხედე, ან სიტყვის არ გჯერა? რას თქვა ყველაფერი შეასრულა ძმაო? ეხლა უბრალოდ რა პონტი არის, იცი? დარწმუნებული ვარ, რომ UFC-ს უნდა რომ გააკეთოს ეს ბრძოლა რა, განსაკუთრებით International Fight Week არის ივნისში, ხო, რომი? მაგრამ აი რამგონია, იცი, რომ ჯერჯერობით რა არ არის უბრალოდ მოწერილი რა მე ხელი. პირიქით გონი არის ჩქარებს, რომ ორივე ხო ესეთი დონის ვარსკვლავია, ორიდან ერთი ჩაქრება რა. გამარჯვებით ხო ერთმანეთს რო შეხვდებიან, ორიდან ერთი გაიმარჯვებს, ერთი ჩაქრება და არ ამგონია რომ იჩქარონ მაგის გაკეთება რა. შეიძლება უფრო გაწელონ და უფრო გახადონ სანახაობრივი რა მოთხოვნადი ეგ ბრძოლა. აი მაგალითად ვოლკანოვსკი რო შეხვდა რა პირველად მახაჩევს. ამანთავრებინო ორი სიტყვა რა. ამანთავრებინი არ დაგიწყია. ვოლკანოვსკი რო შეხვდა მახაჩევს პირველად ხო გახსოვს? ხო მიცეს მახაჩევს ეს ბრძოლა. მაგრამ ვოლკანოვსკი ჩაქრა, ჩემი აზრით საერთოდ არ ჩაქრა. პირიქით ხალხმა ძალიან დიდი პატივი ცა და ყველას ეგონა რომ მოიგო ეგ ბრძოლა რა. არ ვიცი, ნახოთ რა იქნება რა, არ ვიცი და არც ეს არ ვიცი პრინციპში რაც არ უნდა მოხდეს საინტერესო იქნება, მაგრამ ნუ აი ნახოთ რა. მე არ მგონია პორიეს აჩხუბონ, არც უნდა აჩხუბონ ჩემი აზრით პორიეს. არ იქნება ეგ სწორი ერთი. ალბათ უფრო ოლივიერას ვფიქრობ, ან დროებით კამარზე, ან ნომერ პირველ კონტენდერზე, ან პირდაპირ მახაჩევთან რა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ ცარუკიანის თუ შეხვდება, იმიტომ ახლა ხო ნამდვილი კონტენდერი ცარუკიანი იყო რა და ჩაეხსნა და მით უმეტეს პირველი ეხა ვეღარ იბრძოლებს ცარუკიანი პირდაპირ კამარზე, ჭირდება ბრძოლა. უეჭველი ჭირდება ბრძოლა და დაბრუნება. მით უმეტეს როცა ესეთი რაღაც მოუვიდა რა და ცარუკიანის ფაქტორის ყველაზე კაი ვარიანტია. ეგ იქნება ნამდვილი ნომერ პირველი კონტენდერობისთვის რა ბრძოლა. არ მინდა ესეთი სიტუაცია, უბრალოდ ესეთი სიტუაცია იქნება, ანუ კამარი დათმო ჩემპიონმა ამოვიდა და უნდა გახდეს კონტენდერი, ანუ ცოტა მიუღებელია შემის. ალბათ უფრო ის ფაქტი არ მომწონს, რომ ილიამ დაწყო კამარი და ჩემპიონი აღარა თავის ზონაში და ეგ ძალიან არ მომწონს ეგ, მაგრამ აი არ მომწონს კი მიზიზღება ეგ ფაქტი, რომ აი ესე გააკეთა, რა სიმართლე გითხრა. მაგრამ თუ კაცი იძახის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მიჭირს ძალიან და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ჩემთვის ამ ზონაში ჩხუბი, იმიტომ რომ ვერ ვიკლებ კარგად, მაშინ ვერაფერს ვერ იტყვი. მაშინ ყველანაირი მიზეზი აქვს, რომ ხელები აგვიწევია ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ თქვათ რამე ვაფშე. მაგრამ თუ ეგრე არ არის, მაშინ მე მინდოდა რომ დიდი ხანი, ცოტა ხანი მაინც გაჩერებულიყო 155 ფუნტში და იქ ეჩხუბა და რაღაცები ეკნა რა. ჩემი აზრით 70 კილოშიც მალე უნდა მოაგვაროს ეს თემები და მე დაანებებს ოფში რა კარიერას. მალე ფაქტია რა, ჯობია ყველას მოუწოდებ, რომ ვისი ამონოთ თოფურიაში ჩხუბებით, იმიტომ რომ ეგ ბიჭ დიდხანს გამჩერებელი არ არის რა როგორც ჩანს. მეც ეგრე ვფიქრობ, რომ აქაც თუ მახაჩევს შეხვდა და მოიგო, არ ვიცი, შეიძლება პირდაპირ დაასრულოს ან 1-2 ბრძოლა კიდე და ვსო რა. იმიტომ ყველა და ყველაფერს იგებს და მე რაღაც დაკარგავს რა ექნება მაგის შემდეგ ლეველი აღარ არის. შემდეგ ლეველი ისე ბელალი ბევრად დიდი არის მახაჩევზე? ჩემი აზრით დიდი არ უნდა იყოს ბევრად. ბევრად არა, ორი მომყავს ნანახი და დაახლოებით ერთ იგივე ზომა არიან რა. წლები აქვს მე მგონი სხვაობა მარტო. ის თუ ნახეთ ეს არამპიკო მოაწერა კონტრაქტი ხო მგონი რომი? იმასთან არა? არამპიკო აწვალებს PFL-ი, მიუხედავად რომ კონტრაქტს გაუვიდა WADA. არამპიკო იცით ალბათ თქვენ ვინც გვისმენთ ჩვენ წლებია ერთ-ერთი ჩემი ისეთი გამორჩეული პროსპექტია უკვე ამდენი ხანია მაგვიც ვაკვირდები და ხო აწვალებს PFL-ი რა. არ უშვებს ჯერ, ანუ აქვთ იმის უფლება, ერთი წელი აქვთ იმის უფლება, რომ თუ UFC-ს შესთავაზა რაღაცა კონტრაქტი, ამათ იგივე თუ შესთავაზეს, ვერ წავა ვერსად. მერე ბრეივმა თუ შესთავაზა რამე ან One Championship-ა და ამათ იგივე შესთავაზეს, ვერ წავა. ანუ შეუძლია თუ დააკავონ და ერთი წელი პროსტა ჩააგდებინონ რა. აი მან გაგვიმართლა ახლა ჩვენ რომ ლევანი მაგის პრობლემების გარეშე გამოუშვეს რა. რა იქნება და აი არამპიკოს ცოტა აწვალებენ ახლა რა. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს. რატო ახსენე იცი? იმიტომ რომ ეხა ხო მოაწერეს პიტბულმაც ხო მოაწერა.
და ანუ მაგრამ UFC-მ დაიწყო რა და შემოყავთ რა ბელატორის მებრძოლების გადმოყვანა პროცესია რა ჩემი აზრით რა. ან ბიჭო რა რატო ვახსენე იცი არონ პიკო შენ რო გევასება იმიტომ კი არა. ჰედლაინი ვნახე რა ინტერვიუ გააკეთა ილიას მე დავამარცხებო რა და მეთქი ხო არ გადმოვიდა უკვე რა. არა ჯერ არ გადმოსულა მაგრამ ახლა ყველას უნდა ილიასთან ჩხუბი მაგწონის სურვილი ბაზარი ვინცა არა. უბრალოდ როგორი სიტუაციაა იცი უკვე PFL-ი ასეთ რაღაც არ მინახავს არსად ძმაო ხალხს ამდენი აი ყველაზე კაი ტალანტები ვინც ყავს ვინც რო იყიდეს ბელატორი ვინც დახვდა თავიანთი ვინც მოყვანილი და ბელატორში ვინც დახვდა ტალანტები საუკეთესო ეს რა ქვია პრემიუმ ტალანტი რაც ყავდათ დასვეს თაროზე და არ იყენებენ გაიგე უკვე წლები გავიდა ერთი წელი მოჩხურისთვის დიდი დროა ძმაო ხო და ტიპები არ იყენებენ საუკეთესო ტალანტებს. არ ვიცი ეს ფულის გამო ხდება, არ ვიცი ეს რა რის გამო ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ აი არონ პიკოს რო ახლა წელიწადი ჩაუვარდა უკვე ცოტა მეტი მგონი რა. აქეთ აქვია AJ Maki იგივე მდგომარეობაში, აქეთ Patchy Mix იგივე მდგომარეობაში. ანუ ეს ბიჭები არიან სოფლიო დონის მებრძოლები რა. და ეს რო დასვამდა მტვერი რო დაედება თაროზე დებით ადამიანს ანუ რა გამოვიდა, რასაკეთებენ ვერ გავიგე, გაიგე? და მაგიტომაც კარგავენ ნელა ტალანტს. ახლა პატრიციო პიტბული უკვე 37 წლისაა და შეიძლება ისე დიდი დანაკარგი არა, მიუხედავად რომ თავის დროზე ძალიან მაგარი იყო და ბევრისთვის ბელატორის ყველა დროის ყველაზე მიღწევებით ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია რა. მაგრამ ეს ბიჭები ახლა პიკს უახლოვდება ნელა ძალიან მაგარი ბიჭია რა. Patchy Mix-ი AJ Maki ეგენი მაგრები არიან ძალიან. ნახოთ რა იქნება რა. სამწუხაროა რომ ესე ვერ მოადგეს თავი ამ ხელა ტალანტის ის კონდათ ძალიან ბევრი ნიჭიერი მებრძოლები ყავდათ მაგრამ ვერ მოაბეს თავი როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ ყველაფერს და ამიტომ მაინც ბოლოს ყველა გზა UFC-სკენ მიდის ყველასთვის რა როგორც დავით შენ ყველა კარტას უყურებ ხოლმე ევენტებს ანუ UFC-ზე ვიძახი ძირითადად სტილობ რა მაქსიმალურად რო უყურო რა თქმა უნდა UFC-ს კარდებს რა თქმა უნდა და რომელი დივიზიონი ყურება გიყვარს უფრო რა თქმა უნდა სადაც მე მოღვაწეო 66 და 70-ზე თან უფრო საინტერესო ბრძოლებია რა აი ომი მიდის რა რასაც ქვია ომი მიდის ზემოთ 84-93-ში აი რომელიმე თუ გაარტყა უფრო სრულდება რა მარტივად აქ არ სრულდება 77-იც ძალიან მაგარია 61-იც მაგრამ აი 66 და 70 არის ყოველთვის ჩემი აზრით უფრო ყველაზე მეტი კონკურენტული წონა რა ანუ featherweight lightweight ხო მაგას თავისი მიზეზიც აქვს, გაიგე? ზოგადად მაგ ზომის ადამიანები მაინც ყველაზე მეტია, საშუალო ჩვეულებრივი ზომის არ ძალიან დიდი არიან, არ ძალიან პატარები არიან და ეგეთ ზომის ადამიანი ყველაზე მეტია მსოფლიოში. განსაკუთრებით ისა 55 ხო? 155 განსაკუთრებით გონი. 155. ხო, 155 განსაკუთრებით. ტალანტიც მეტია მან რა. ეხლა მაგალითად უყურე მაგარი ათლეტი რო იყო, რაც უნდა მაგარი ათლეტი იყო, ამერიკაზე ვამბობ რა. რაც უნდა მაგარი ათლეტი იყო, აქ რა არის მთავარი სპორტები? ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი. ხო? ამერიკულ ფეხბურთში ვერ წახვალ მაგზომის რო ხარ, რაც უნდა სწრაფი და ძლიერი იყო, იმიტომ რომ პატარა ხარ. კალათბურთშიც ვერ წახვალ, სხვა გენეტიკა აბსოლუტურად და აი ეს საშუალო ზომის ხალხი, რომელიც ყველაზე მეტი არის ცხობრივად, მაინც აქ იყრის თავს აი ამ ორ წონის კატეგორიაში და მაგიტომაც არა განიცდის ნაკლებობას ნიჭიერი მიწა. მაგალითად არა ბევრი ხალხი აროს არ იყო და არც იქნება, იმიტომ რომ ჩემი ზომის ხალხი ცოტაა სოფლიოში და ჩემი ზომის ხალხში რო ჩხუბი რო უნდა ეგეთის უფრო ცოტაა რა. ხო და აი ცოტა საშუალო დაბალზე ოდნავ საშუალო სიმაღლის და წონის ხალხი უკვე ადვილად მოსაძებნია დარბაზებში წახვალ ყველგან ყველაზე მეტი მაინც შენი წონის ხალხი. სპარინგ პარტნიორები ყველგან არის რა. ნო. ბაზარი. შეგო დღეს კიდე არის ბენო ადამიანს პირველი კამრის ბრძოლა არის რა ოქტაგონში და ვიცი რომ ეს გვიან გამოვა, მაგრამ მაინც მინდა რომ რავი, რახან გვიან გამოვა, მაშინ ვიტყვი და გილოცავ ბენოც. აბა რა, ბენო მაისაღო, მაგრამ ამოქაჩა რა, ერთი პერიოდი ქონდა რა, ცოტა ისეთი
მარცხები რა, მაგრამ იქიდან ისეთი კამბექი გააკეთა და ამოქაჩა, რომ აი ვაფშე ძალიან მაღალ ლეველზეა უკვე რა და იმსახურებს კამარს აი 100%-იანი რა. მაგ ჩავარდნას დენოსნაირ ნიჭიერი მებრძოლისთვის თავისი მიზეზი აქვს დარწმუნებული ვარ, რასაც შეიძლება ხმამაღლა ვერ იტყვის, გამიგე? რაღაც არა, ზუსტად მაგას ვამბობ რა, მაგრამ მარცხს არ ნიშნავს რა, უნდა მიიღო გაკვეთილად, რის გამო დამარცხდი, რატო რა ხდებოდა, ხო? ეს ამას ძალიან ამას მერე გაუზიაროს სხვებს. რატო ქონდა ის ჩავარდნა, რომ სხვებმა გაითვალისწინონ, გამიგე? კი, კი. მე დაახლოებით რა ჩავარდნაც ქონდა და მაგრამ ეხლა მაგ თავისი სათქმელი არა და მაგამ უნდა უთხრა სხვას, რომ სხვა მე ისწავლოს ამისგან რა. კი ბატონო, იმიტომ მარცხისგან სწავლობ და 1-2 ძლიერი ბრუნდები რა. ჩემი გადმოსახედიდან მასე არა. პატარ-პატარა ასეთი რაღაცები ყოველთვის საჭიროა რა. ანუ მარტო მოგებაზე თუ წაგების გემო არ იცი, მოგების ის დიდებული გემო არ გეცოდინება რა. სადღაც მაინც აგებ ადამიანი სამოყვარულოში, ცხოვრებაში, დარბაზში, უბრალო სპარინგებზე, სადღაც მაინც აგებ და ის მოგების გემო უფრო სხვა რა, სხვა ხდება. აი ხო ქონია მაგალითად რა, დარბაზში გისპარინგია და გაჯობა რა. ფერმა მეგობარმა ძმამ რა, რავი, როგორც გინდა ის დაარქვი და მთელი კვირა ფიქრობ რომ როდის მომდენო სპარინგი რომ დავლეწო მეორეს რომ აჯობა და ოვაზე ხარ რა, რომ არ გძინო საღამოს რომ გესიზმრება და რაღაცეები რა. მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა რა, ყველა დარბაზში საჭიროა და მაგარი რაღაცა თუ გინდა განვითარება, ზუსტად მასზე უნდა მიყვე რა, რომ აი რა სიტუაციაშიც გაჯობა, ის სიტუაცია გამოასწორო რა და უფრო წინ წახვიდე. ბაზარი არა. და აი ეგ პროცესი ასწორებს რა. მაგრამ ასწორებს, მაგრამ მეუასე აი ხა უკვე ნელ-ნელა ჩემთვის უკვე ეგ დარბაზის ისიც დამთავრდა ფაქტიურად რა. უკვე არც ასაკში ვარ იმაში, არც ფიზიკურ კონდიციაში და ზოგადად სხვა რაღაცებიც აღარ მიწყობს უკვე ხელს რომ მაგ ცხოვრებით ვიცხოვრო, მაგრამ როგორც ფუფუნება მარშალ არტის ის არის რომ აი მოჭხუბარი იქნები რაღაცა გარკვეული დროით, მე უკვე აღარ შეგიძლია არც ჭხუბი, არც სპარინგი, არც ისე 100% ვარჯიში, მაგრამ როგორც მარშალ არტისტი, როგორც პრაქტიციონერი, როგორც მოსწავლე აი ამ საქმის, შეგვიძლია იყოს სიკვდილამდე რა და განვითარდეს სიკვდილამდე და ისწავლოს სწავლა სიკვდილი შენია, მუდამ შენთანავ ყოფილი, ხო? ხო კი და ბატონო. აი ხა ამაზე ვარ გადართული რომ აი მაგ ასპექტზე ვარ გადართული და ძალიან ამაში უპოულობ ხა ვცდილობ ვიპოვა იგივე მუღამი და ეს აზარტი რაც თქვა თვითონ ფიზიკურად რო ხარ ჩართული მაგ დროს გაქვს რა და ესე ძალიან საინტერესო პროცესია მინდა გითხრა რა. ზოგადად ჩვენ სპორტს ვადარებ ცხოვრებას რა, აი ცხოვრებისეულად რა. ყოველ დღე უნდა იშრომო რა, აი თავ დაუზოგავად რომ რაღაცას მიაღწიო და იგივეა ცხოვრებაში რა. გარეთ ყოველ დღე შრომა და ბრძოლა გიწევს რომ გაიტანო რა თავი. თუ არის შრომე და არის წვალე, ანუ დრო ისე გარბის, ისე გეკარქება, ხო? არაფერში რა და ჩვენთან სპორტში ზუსტად იმ ერთი დღის ჩაგდება, ერთი დღის დაკარგვა, ხო? აი ბოლოში სადღაც მაინც იწევს რაღაც მინუსს რა. და ზუსტად ცდილობ, რომ გამოასწორო მერე ის ერთი დღე აღარ ჩააგდო და როცა იცი, რომ სპორტში ასე გჭირდება ეს სულით და გულით მიდგომა, იგივე ერთი მიუდგები შენს ცხოვრებას აკეთებს და სხვანაირად უყურებ რა ცხოვრებას. ვაფშე სხვანაირი თვალით ხედავ რა. ანუ როცა გამოდიხარ დარბაზიდან, ჩვეულებრივი ცხოვრება უფრო სხვანაირად ჩანს. შრომით ხვდები კი. მარტო შრომაა, ჯერ უფრო უცბად გადახოვას გავაკეთებ, თუ გიორგი გიყვართ, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი და მოწონება და იმიტომ რომ მე რო ხედავ გიოს გულდასყვეტილს, მე მიყვარს გიო ძალიან და რო ხედავ გულდასყვეტილს, რომ არასაკმარისი საბსკრაიბერები ყავს, მე მტკივა გული და ჩემი ხალხი ჩემთვის აკეთებს აზე ხა რა ჯიგარია. ბიჭო, მაგაზე ლაპარაკი, აი ეგეთ თემა რო წამოიჭრება ხოლმე, ხო? აი მაგაზე ლაპარაკი შეგვიძლია ალბათ გაუთავებლად რა. აი ეს შეგრძნება რაც გაქვს, რომ გამოდიხარ დარბაზიდან დაცლილი, არც აგრესია გაქვს. რაღაცნაირი აი პრობლემებიც კი რაც გაქვს
დილით რო გქონდა დარბაზში შესვლამდე პრობლემები, რაზეც ფიქრობდი და გაწუხებდა, ხო? რო მის პრობლემა აღარაა. ანაირად ხედავ იმ პრობლემას უკვე და შეიძლება იმ დაცილზე და აი იმ რო გამოხატე შენი ემოცია დარბაზში, მე იქიდან გამოსულზე შეიძლება ის პრობლემა უკვე სხვანაირად იმაშვება. აი მაგალითად ადრე სულ რა, ჩემ წელს ვეუბნებოდი. რაღაცა პრობლემა იყო, დარბაზში მიდიოდი, რატოს დარბაზია ვარ? მეთქი მაშინ უნდა წავიდე. იქიდან გამოსული სხვა ადამიანი ვარ მეთქი რა. ხო და ეგ არის, კი, ნამდვილად ეგ არის და მართალია და აი ხა მაჟრიებდა მართლა პარკო შეძობას ვიცავ. ხო და კი, იმიტომ ანუ ჩვენთანაც ბევრი მაგალითია რა, ბევრი ბიჭი მოსულა, რომელიც არც სპორტულად ცხოვრობდა, არც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, ხო ხდები რა, არეული ცხოვრებით ცხოვრობდა და როცა მოვიდა ერთი დღე და ორი დღე ჩვენს გვერდით დადგა, ის მეგობრობა, ის გვერდში დგომა, ის წვალება, მაგრამ ისე გაგვყავს ჩვენ ეს შრომა და წვალება, რომ ანუ მაინც ვიღიმით რა, შეიძლება ურტყამთ ერთმანეთს ოფსხურით, სისხურით, მაგრამ აი ვიღიმით მოვდა ერთმანეთს ვამხნევებთ და გვერდით უდგარვართ რაც გარეთ მაგას ვერ იპოვი ქუჩაში ვერ ნახავ რა დღეს დღეისობით გარეთ ვერსად ვერ იპოვი მასეთ სიტუაციას მასეთ სითფოს რა ასე ვთქვა და მაგ ჩვენთან ბევრი ძალიან ბევრი ბათუმის აკადემიაში მოვიდა და დღეს ფეხს ედგას და მადლობებს გვეუბნება რა უბრალოდ ასაკს არა აქვს მნიშვნელობა 50-55 წლის ხალხი მოდიან ვარჯიშობენ ძმაო და იმას დარდობენ ზუსტად რომ რა დრო დაკარგეს რაში რა რატო არ ვარჯიშობდნენ რა აი რატო არ ვარჯიშობდნენ უბრალოდ რა რა თქმა უნდა კი კი ეგრეა და ხო აუცილებლად მინახავს რასისტებს შორის მეგობრობა ჩამოყალიბებულა რა დარბაზში თეთრკანიანს და შავკანიანს შორის რომლებსაც ერთმანეთის რასა არ უყვართ და მაინც მაგაში ცოტა კი მინახავს დარბაზში რა და მე რა ის თქმა უნდა, შვასტიკა დარბაზში- ტატუ გადაკეთებული ქონდა რაღაც ოთხკუთხედებად ხო თუ რა მე მანდ არ ვიყავი არ ვიცი არ მინახავს ვერ დავიბრა არა მასია რა დარბაზში ზოგადად სხვა რა ყველა მსუქანი სუსტი მაღალი დაბალი ყველა ერთ დონეზე რა ერთ ჯიგრულად უდგება იმ საქმეს რომ განვითარდეს არა მარტო სპორტულად ადამიანურად ვაშკაცურად რომ დარბაზიდან რომ გამოხვალ ხო რაც შეხვედი ის არ იყო უფრო მაგარი უფრო შრომის მოყვარე უფრო ცხოვრების მოყვარე ადამიანი გამოხვიდე დარბაზიდან ვიდრე რაც შეხვედი რა კი მაგას ემსახურება აი ძალიან მაგრად რა მართლა შეიძლება რინგზე არ გახვიდე არასდროს არ იჭყუპო მაგრამ ცხოვრებაში იმხელა მაგალითი მიიღო და ისეთი გამოცდილება მიიღო დარბაზში ვარჯიშით რომ ძალიან გამოგადგეს რა კი ბატონო კიო შენ გექნება რაღაცა ბლიცი გამზადებული ან რაღაცა ვიცი რომ რაღაცა ახლა წეღან ესავქენე ბიჭო რა არის იცი აუ დაიწყო ახლა კიდე ზოგჯერ არის რომ ხო იცი ცოლს რომ იმას დან შეყვარებულს ან გოგოს რომ მისცემ მის საშუალებას რომ აი ბოლო სიტყვა თქვი ოღონ დამანებე თავი და რო იტყვის და მე არ ამთავრებს გაიგე მე კიდე რა უნდა რო თქვა და მესამე და მეოთხე და მეხუთე რა ისე ხარ ზოგჯერ შენ რა აი მაშინ shout out to Masho cuz I know I ain't your wife bro chill მოკლედ მე სულ მიყვარს ხოლმე რა ამდენი MMA-ზე საუბარი და შრომაზე ბრძოლებზე outro სანამ დავიშლებით ხოლმე სულ მინდა რომ გავიცნო მეორე მხარე რა მე ბრძოლის რა ანუ დავით როცა ისვენებ ან გართობა გინდა რითი ისვენებ ან რითი ერთობი რო არ იყოს დაკავშირებული ანუ იმასთან რა MMA-სთან რა ანუ გინდა წიგნი გინდა კინო გინდა წასვლა სადმე ანუ chilling out-ი რა ან გართობა გართობით სიმართლე გითხრა დიდად არსად არ დავდივარ უფრო ვცდილობ რომ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ჩემს საყვარელ მეგობრებთან ძმაკაცებთან ერთად გავატარო სახლში რა იმ ყუდროთ ზედმეტი ხმაურის და ბევრი უცხო ხალხის გარეშე რა ეს უფრო მამშვიდებს და უფრო მამხნევებს ვიდრე სადმე კლუბებში და ბარებში სიარული და რაღაც რა მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვარჯიში სახლი მაქსიმუმ მეგობრები რა სახლში ისიც სახლში რა უფრო ამ სტილით ძალიან კაი
მე გვიან მივხვდი რა, ეხა არ მევასება გასვლა და რაღაცა, ეხა უფრო ჩუმად და რაღაც სახში მარტო კლუბები და რაღაც რა თქმა უნდა, კაი ხანი არა რა, მაგრამ აი მომკალი და კლუბის მოღამე ამხელა კაცი ვარ და დღემდე ვერ გავიგე რა. აი ვერ დავამოღამე რა მოწონთ კლუბში. აი მე არა ზიზღი და ნეგატიურად ვიძახი არა. უბრალოდ ვცდილობ მართლა მივუდექი აი გახსნილი გონებით რა გამეგო აი რა არის ამაში მოღამე და აი ვერ ვიპოვე აი ვერაფერი კარგი ვერ ვიპოვე. ხმაური არა ცეკვა მაგრა ევასება ამას დავით. ბიჭო მიდი აბა ვანდამივით იცეკვე აბა სარკეში. მეც გეთანხმები ანუ ვერა რა ვერ იპოვი შარს უფრო იპოვი რა ვიდრე რაღაც ისეც და მასეთ სიტუაციებს რა თქმა უნდა ყოველთვის ვერ იდები მე სტილ არც ყველაზე დიდი მინუსი ჩემთვის კლუბებში მუსიკაა რა იმიტომ რომ მე ახლა მუსიკალური ოჯახიდან ვარ დედა და დედის სიანები სულ მომღერლები და მუსიკოსები არიან და მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანამგზავრია ცხოვრების რა მუსიკის გარეშე მანქანის დაპარკინგებას არ შემიძლია მუსიკა თუ არ ჩავთე რა და გემოვნებიან მუსიკაზე ერთი კაი ჰიპ-ჰოპ ნაიძე გავიჩითებოდი ძალიან გმაყოფილი საკაიფოთად ვიცეკვებდი არა ვითარი ნარკოტიკები და ისინი არ დამჭირდებოდა all I need is hip hop and this is fight hop ძმებო ძალიან მაგარი გამოვიდა მე კლუბურ მუსიკაზე გეუბნები კაი რაღაცნაირი მუსიკა მე უაზროდ მეჩვენებია მუსიკა არანაირი სული და შინაარსი მაგ მუსიკას არ აქვს ჩემთვის და რა ვიცი გააჩნია რა ყველა სფეროში რა მუსიკა შეიძლება იყოს ისეთი რაც მოგწონს ან რაც არა მე პირადად ერთი სტილი არ მევასება რა თქმა უნდა ბავშვობიდან ჰიპ-ჰოპი მომწონს მაგრამ ელექტრო მუსიკა შეიძლება იყოს ძალიან მაგარი რა მაგარიც და ცუდიც და რავი განვითარებულიც და ისეთიც რა simple რა მაგრამ ხასიათსაც გააჩნია რა ხასიათს ბიჭო ეს ჩვენი გენები არის როგორც ადამიანი რა მუსიკა არის ყველაზე დიდი რაღაც სულის წამყვანი რაღაცა რა როგორც ეხა მილიონების წლით თუ რავი იმაზე რა ქვია კოცონზე ცეკვავდით ხო ასე ხარ დღესაც ვჭირდება ეს რა ანუ ენერგიის გამოცემა თვითონ იმ სულიერი მუსიკა რა ვიცი რაღაც თვითონ vibration ეს რო გეხება რავი გძნობ რა და მე მინახავს ხალხი ძმაო, რომლებიც კლუბურ მუსიკაზე აჯაზებდნენ, მაგრამ მე მაგ ხალხს მუსიკის სიყვარული ვერაფერი ვერ შევატყვე რა. ბიჭო, ოღონდ კაცობრიობა მილიონი წლის წინ მეთქი ეგ არ უნდა მეთქვა, ხო? რა, ჩვენ მილიონი წელი ვართ აქ ჩვენ. მოგითხარ, აი მე ჯერ დეინა ვაიტმა როდის იყიდა ეგ უნდა შემემოწმებინა ეხა დამავიწყდა კაცობრიობა რამდენი ხანია ვართ რა აზე ხა არავინ არ გძნებოდა რამდენი ხანია ვართ რა მაგრამ ის ვიცი რომ ჩვენ ვართ UFC-ში უკვე 10 წელი ალბათ დაახლოებით ლევან მაყაშვილი დაწყებული და მომავალი დიდი გვაქვს მებრძოლები როგორც დავითა გისურვებთ რომ ყველაზე დიდ ორგანიზაციაში წარმატებას და მაქამდე ყველა ბრძოლაზე შენთან ვიქნებით შენ კუთხეში და გისურვებ რომ გნახოთ ჩვენთან რა და ჩინეთში რო ჩამოხვალ აქ ჩაგეხუტებით მამა ენაცვალე ნამდვილად რა სპორტშიც ხარ რა საქმესაც აკეთებ ზოგადად მაღალ მწვერვალს თუ არ უმიზნებ ვერგან ვითარდები რა აი ყოველთვის მაქსიმალურისკენ უნდა მიდიოდე და მეც მასე ვარ რა თქმა უნდა კი ყველა ორგანიზაციას პატივს ვცემ ყველა ორგანიზაციაში ჩხუბი ჩემთვის პატივია და მივესალმები მაგრამ UFC ოცნებაა რა ჩემ რა თქმა უნდა ეგრეც უნდა იყოს ახლა ყველაზე მაღალი ეშელონი UFC-ა და ვალდებული ხარ თუ გინდა ამ სპორტში განვითარება რომ ეგ გინდოდეს და ეგ უნდა გინდოდეს ახლა ჩვენ ხო ვიცი ჩვენთან ცოტა ტოქსიკური ისენია შეიძლება ოცნება ვიღაცას უთხრა შენი და დაქცინოს და რა სად შენ და სად ისა და ხო უაზრობაა ეს თელი პატარაობიდან მოყოლებული მასე ვარ ზოგადად მე რაღაცას ვამბობდი რა ის ვარჯიში გინდა დაანებე რაღაცა მიხედე სხვა რამეს რა ცხოვრება წინა იშრომე იმუშავე ოჯახს მიხედე ხო ხდები რა ანუ სპორტულად ცოტა ადრე ეხლა კი ყველა რო ხედავს მარტივად ჩანს და
მე რო პატარა ვიყავი, იქედან ვიცოდი, რომ აი მაგას ვხედავდი რა დღეს რაც ხდება, მაგას ვხედავდი ჩემი აზრით და სხვა გარედან ვერ ხედავდა რა მაგას. მაგის გამო დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სპორტსმენი კი არა და მაგარი მომავლით ბავშვები დაიკარგა რა. წინასწარმეტყველობა ქონდა ხო? ეგრე გამოდის. არა, აი სადღაც გულში მქონდა, რომ იყო ეს ჩემი საქმე რა. ანუ არ მყავდა ისეთი გვერდით ვინმე, რომ აი მაგალითად ილია თოფურიას ხო ყავს მისი ძმა, რომელიც პატარაობიდან აბა ასე ვაკეთოთ, ასე მივყვეთ, ასე წავიდეთ რა. ესე გვერდით თქომი არ მყოლია რა. აი დინებას მივყვებოდი მართლა რა. აი ჭიდაობაში მაგალითად რომ ვეღარ მოახერხე, აქეთ გავაგზელე, იქეთ გავაგზელე, ის კი არა თუ იქ აღარა კაის შევეშ ესე იგი ჩემი საქმე არ ყოფილა რაღაც სიტყვაზე რა. აი სულ ვცდილობდი რომ ამ სფეროში ყოფილიყავი რა რაღაც აი ამასთან დაკავშირებით ყოფილიყავი და ვხედავდი ჩემ თავს რომ აქ განვითარდებოდი უფრო. და ყოველთვის მაგას ვამბობდი რომ სანამ დრო მაქვს და სანამ ასაკი მაქვს ამას გამოვიყენებ და შემდეგ მუშაობასაც მოვასწრებ და ყველაფერს მოვასწრებ თუ ვერ მოხერხდება მეთქი რა და იქ როცა დაუბერდები იმას მაინც არ ვეტყვი ჩემ თავს რომ აი შეგეძლო და არ გააკეთე რა სადაც შემიძლია გავაკეთებ და გამოვა რაც გამოვა თუ გულით მიუდგები ყოველთვის გამოვა რა ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი დამიშრობაში ის იყო რომ ამერიკიდან რომ ჩამოვედი თბილისში დავიწყე სწავლა ჩავაბარე იურიდიულზე რა რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა ის გავაკეთე ისული მე არ ჩაიმბარებია არსად პირდაპირ სპორტს ვაწვებოდი ვიცოდი გადაწყვეტილი მქონდა აი მართლა სწავლა ძალიან მიყვარდა მაგრამ როგორ რაღაცა იყო იცი ვერ ვხედავდი იმას რომ აი ჩამებარებინა და მემთავრებინა რაღაც ამდენი შრომა ჩამედო და როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში ხო ის რომ ფიცვალებ დიპლომ შემოდებ თაროზე და რაღაც პერიოდში ფიქრებ რომ დრო ყვილად დავკარგე რა და ეს მომენტი მე რავი ჩემს ჯგუფში გამოვტოვე პირდაპირ და გავაგზავნე ჩემი საქმე რა ზოგჯერ ჯობია 1 წელი, თუნდაც 2 წელი არაფერი არ გააკეთო ის რასაც რისკენას მასას მიყავხარ და უბრალოდ მიხვდე რა გინდა ვიდრე ის გააკეთო რასაც შობელი გაძალებს ან მოდაშია რაღაცა ეხლა მაგალითად მე ამერიკიდან ჩამოვედი კაი აქ ვისწავლე ჩამოვედი სპორტშიც უკვე ფორმაში ვიყავი მაგარ ფორმაში ვიყავი და ძალიან დაბნეული ვიყავი არ ვიცოდი რა მინდოდა და პროსტა ავდექით ჩავაბარე რაღაცა უნდა გავაკეთო თქო არ მინდოდა მე ვაფშე იურიდიულზე ჩავარ არც თბილისში გადასვლა არ მინდოდა სასწავლებლად ვაფშე არ მინდოდა მაგრამ გავაკეთე რა და თითქოს ცუდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მე წლები დავკარგე ამაგის გამო უაზრობაში რა. იმას ვაკეთებდი მე 4 წელი რაც არ მინდოდა ვაფშე რა. რა მაგარი ხალხი ხარ თქვენ, ძმაო, მე სწავლა არასდროს არ მევასებოდა, მხოლოდ იმის მარტო რაც მიყვარდა იმის კეთება რა, მაგრამ თვითონ სწავლა არასდროს არ მყარებია რა. ცხოვრება მოკლეა და ყველა უნდა ვიპოვოთ რაც შეიძლება მალე საკუთარი თავი იმის კეთება რაც გვინდა და გვიყვარს და გვაბედნიერებს და უნდა ვაკეთოთ მაქსიმალურად ჩავეჭიდოთ და არ გაუშვათ ხელი რა. მაგას ვამბობ ეხლა ისეთი დროა რომ უკვე ყველაფერი ჩანს და უფრო მარტივია იმ გადაწყვეტილების მიღება რომ აი სად უფრო კარგად ხედავ შენ თავს რა აი ადრეულ ასაკში და არა დაგვიანებულ ასაკში უკვე რა აი მის დროზე 15-16 წლის რო იქნები ხო უკვე დაახლოებით 18 წლამდე უნდა გადაწყვიტო რა საითკენ წახვიდე რომ თუ აირჩევ იმასთან მიყვები აუცილებლად მიაღწევ რა თუ 1 წელი იქნები 6 თვე იქნები 2 წელი იქნები გააგდებ ხო ვერცეჩი ვერ იქნები ბოლოს ზოგჯერ დრო ყველას თავისი გზა აქვს ხო ის ზოგს ჭირდება მოედოს ბოლოს შეიძლება რაღაცა იპოვოს კი ჭირდება ვერჩი დგომა ჭირდება ზოგს პირიქით პატრონი ხელს უშლის და ჯობია რომ გააგდო და თავისით იპოვოს ქაოსში ყველას თავისებური ისა სამწუხაროდ ყოველთვის იქნება დანაკარგი ცხოვრებაში ნიჭის რა ეგრეა ცხოვრება რა მაგრამ მაქსიმალურად მოუწოდებ ჩვენ აქ ბავშვების გვისმენენ ახალგაზრდების და რაღაცას ვთვლობთ ყოველთვის რაღაც ისეთი სასარგებლო უთხრათ გამიგე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის მე შვილი მყავს მეორეს ველოდები და ბავშვები ჩემთვის ძალიან ისეთი თემაა ფაქის იგე ძალიან გული მიჩუქდება ყოველთვის ბავშვის დანახვაზე იმიტომ რომ ვიცი რომ იმის ცხოვრება შეიძლება ან ასე წავა ან ისე წავა და ვიცი დაახლოებით რა სირთულეები შეიძლება გაიაროს და ყველა ბავშვი იმსახურებს იმას რომ კონდეს სათამაშო კანფეტი და მომავალი და ბავშვობა რა და რა ვიცი მაგიტომაც ხო რა
კაია რომ კარგია რომ შენ ესე ფიქრობ, შენ ბავშვები გიყურებენ, შეგხედავენ იქ დარბაზში და მიხარია რომ ეგეთი ხარ ძმაო, მიხარია რომ ეგეთები ყავს საქართველოს მთლიანი გუნდი, კარგები ხართ ძალიან და ძალიან ძალიან მიხარებს ეს გულს მართლა რა, იმიტომ რომ შენისთანა ხალხის და ახალგაზრდების ხელში არის მომავალი ჩვენი რა. აწი მე და გიო, აწი ვერავის ფეხებს ვერ მოჭამს. რა თქვენ ხელშია ყველაფერი რა. ხო და რა ჩვენ ვიცი. აქ დახვდებით ხოლმე რა. აი რატო ესე რატო ჩინეთი. ჩვენც ხო გვინდა გვერდით დგომი ხო გვინდა ძმაო ჩვენ იყო. ჩვენ ჩვენ გვერდით როცა იქნებით ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით ყოველთვის ჩვენ თუ იქნება ზარი, წერილი, იმეილი საქართველოსდან აქ ვიქნებით თუ მანდ ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის მე პირადად ესე ვფიქრობ რა, მე ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები და თუ შემიძლია რამე გავაკეთოთ ჩემი ხალხისთვის, ყოველთვის გავაკეთებ. მაგრამ ამდენი წელი რომ ამერიკაში იცხოვრებ, ხო, ეხა მე სულ გენიოსი გეგმით რომ ჩამოვიდე მანდ ქვეყნის აღორძინებით, ხო? მე უკვე პრეტენზიაც ვეღარ მექნება ბევრზე, გაიგე? თუ ხალხმა თვითონ არ თქვა, ვიღაცაებმა თვითონ არ ჩამაყენეს რაღაცა მხოლოდ და დამაყენეს, იმიტომ რომ რანერად უნდა დავიწყო ახლა მე ვიღაც, აი შენისთანა კაცი თქვა, მაგრამ მანდ გამოიარა წვალება ისა, კი მე ჩემი წვალება და პრობლემები აქ გამოვიარე, მაგრამ მანდ ვინც იყო იმას უფრო მეტად ეთქმის და აქვს უფლება ხო პრეტენზიებზე მიქონდეს რაღაცეებზე და ეხლა მე ჩამოვიდე და დავმოძღვრო მან ხალხი და რაღაცეები აღარ გამოვა სხვანაირი სიტუაციაა ჩვენ მთელი ცხოვრება გავატარეთ საქართველოს გარეთ ამიტომ ხო ხვდები რასაც ვიზახი რა ხო და მაგრამ თუ რამე შემეძლება მინდა რომ ყოველთვის გავაკეთო საქართველოსთვის ქართველებისთვის და მათ შორის ნეგრელებისთვისაც ხო გიო ყველასთვის. ყველა კაი ადამიანისთვის. რა ზოგადად ქართველები ისედაც ცოტა ვართ ესე გვერდ რო ვართ ერთმანეთის რა ვამაგრებთ ერთმანეთს და ეხა როგორც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით რა სამი ხო სხვა ვაფშე სხვაგან ვართ რა ყველა მაგრამ აიც ერთად ვართ ხო ამ მომენტში ესაა მაგარი რა გინდა ამერიკა აიღე და გინდა სხვადასხვა დიდი ქვეყნები რო აიღო ხო არა არა ეს სითფო რაც ჩვენ გვაქვს ჩვენ ქვეყანას გვაქვს ჩვენ ბიჭებს ჩვენ ქართველებს გვაქვს რა ეს ტრადიცია რავი ეს მოდის ოჯახიდან აღზრდა რა ოჯახი რო გზრდის მერე სხვანაირად ხდება რა სხვანაირი სითფო გვაქვს ქართველებს ზოგადად კი კი ხო დავით, დიდი მადლობა ძმაო, რომ შემოგვიერთდი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაგვიჭიროთ ხარი, ასევე დავითის ინსტაგრამი გამოიწერეთ. ყველამ ადევნეთ თვალყური ნიჭიერი ბიჭია, ჩვენი მომავალია ერთ-ერთი ქართული სპორტის, ქართული MMA-ის. ასევე მე და გიოსაც დაგვიჭირეთ ხარი, ინსტაგრამზე გამოგვიწერეთ, ძალიან გთხოვთ, ლაივებს ვაკეთებ ხშირად. გიო არავს არ მიერთდება სამწუხაროდ, მაგრამ მაინც რა, ხან 5 კაცი ვართ, ხან 10, ხან 15, ხან არავინ არ შემოდის და მე გავდივარ მეც რა ვქნავა. ხო, მაგრამ რა ვიცი, დაგვიჭირეთ ხარი, უყურეთ ჩვენს გადაცემას, კაი ხანია უკვე საქმეში ვართ. ხო და ხო, რა იყავით ჩვენთან ფაით ჰოპერები, ყოველ კვირა ერთხელ მაინც კვირაში ერთხელ ვეცდებით ახალი ეპიზოდები დავდოთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ხალხს, რომ დავით ლორდ-კიფანიძე, დავით როდის არის თარიღი ზუსტი შემდეგი ბრძოლის 18 აპრილს 18 აპრილს ჩინეთში მე ალბათ აქ ვიქნები რა ხო და აი ვეცდები რომ გადავიღო და დავდო რა ანუ მასალა რა თქმა უნდა დავით მიკროფონი შენია დაემშვიდობე მაყურებელს და მოიკითხე ვინც გინდა მადლობა ბიჭებო თქვენ პირველ რიგში რომ ესეთ გადაცემას აკეთებთ ჩვენ ეხა ვინც ვცდილობთ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ცოტა განვითარდეთ ხალხს თავი გავაცნოთ წელში გავიმართოთ ასე ვთქვა თქვენ ვცდილობთ რომ უფრო ფართო სივრცეს რა ხალხს გააცნოთ ჩვენი თავი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რა ანუ ძალიან მაგარი კონტენტი გაქვთ რა ასე ვთქვათ რომ აი ახალ ამომავალ ვარსკვლავებს ბიჭებს უდგებით გვერდით რა არის ისეთი სიტუაცია ზოგადად თუ როცა ვარსკვლავი ხვდები ყველას მაშინ უნდა რა შინთან ხო და თქვენ ვცდილობთ ზუსტად იმ საფეხურიდან ბიჭების გვერდით დგომას რითიც შეგიძლიათ და ეს მახარებს მადლობა პირველ რიგში თქვენ მადლობა ჩვენს მაყურებელს ყველას ვინც თქვენ გიყურებთ გამოიწეროთ თქვენი არხი
მართლა გაიგებენ რა ხდება ამ სპორტში, ბევრმა არ იცის, ბევრი ვერ ხვდება, ბევრი ზოგადად რაღაც შეხედავს შორიდან და არაფრის წარმოდგენა არ აქვს ელემენტარული ისწავლეს თუ რა ხდება შიდა სამზარეულოში ამ სპორტის რა თქვენიდან გამომდინარე და მადლობა ნამდვილად ამისთვის. პატარა ბავშვები უყურებენ, იგებენ, სწავლობენ, ჩვენ გხედავენ, თქვენ გხედავენ, სხვადასხვა მაგარ ბიჭებს ხედავენ და სწავლობენ რა. მადლობა ყველას რა თქვენ მაგრები ხართ ბიჭებო და განვითარებას რა თქმა უნდა გისურვებთ და აი ძალიან მაგარ წარმატებას გისურვებთ აი თქვენ საქმეში რომ ეს რასაც აკეთებთ ხო აი ჩვენი დრო წავიდა და რა არა ძმაო პირიქით თქვენ ისეთ საქმეს აკეთებთ რომ აი მართლა გამახარეთ რა და ჯიგარი იგარი. ხარ დავით. ამ დამწყებ სპორტსმენებს ჭირდება გვერდით დგომა სიტყვით, ყველაფრით, მით უმეტეს სპონსორები ჭირდება, ყველას გვჭირდება რა, სპონსორები სასწაულად რა, ჰაერივით, როცა დონეების სხვაობა უკვე მიდის, მაღალ დონეზე ადიხარ, მით უმეტეს რა, სპონსორი საჭიროა რა. ასეთ თქვენი გვერდით დგომით უფრო იცნობს ხალხი სპონსორიც ინტერესდება, უფრო უყურებს და ცდილობენ რა, შენი განვითარება, ჩემი განვითარება, ბიჭების განვითარება, ყველასი რა და მართლა გულით მადლობას გიხდით ამისთვის. ჯიგარი ხარ დავით. აი ხა აბა, მაგრად ბიჭებო. დროებით.